მერტო მშვიდობა, წყალობა, კურთხევა, ჯანმრთელობა არ მოგაგვოთ, ძვირფასო საზოგადოებო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რამოდენიმე მსოფლმხედველობის, უბრალოდ რამოდენიმე განსხვავებული მსოფლმხედველობისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს და ასევე იმ ადამიანებზე, ვინც ესეთი მსგავსი სულისკვეთება გადმოიტანა შეხედულებები უკვე თანამედროვე ცხოვრებაშიც და დღესაც არიან ეს ადამიანები. საქმე გახლავთ იმაში, რომ ქრისტეს შობიდან უკვე იწყება იმდროინდელი კაცობრიობის სერიოზული ესეთი შეფასება ქრისტესი, თუ ვინ იყო ის. ჩვენ ვიცით, რომ სადუკეველები, ფარისევლები, მწიგნობრები, ჰეროდიანელები, ეს საზოგადოება, ის ხალხი იყო, ვინც ცხოვრობდა ისრაელში და ეს ის საზოგადოება, რომელიც მართავდა ძირითადად სულიერ და ზოგადად ყოფით პრობლემებს და ყოფით ცხოვრების წესს ისრაელში. აქედან გამომდინარე, ამ საზოგადოებას აინტერესებდა თუ ვინ იყო ქრისტე რეალურად, იმიტომ რომ თუ ის არ იყო, თქვათ, მესია ხო, მაშინ მათთვის ყველაფერი იყო გასაგები და აი ეს უარყოფითი ტონი, რომელიც მათში იყო დაგროვილი, ამას კარგად შეესაბამებოდა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს რეალურად მესიასთან, ხო, ამ შემთხვევაში უკვე მათი პოზიციები ცოტა არ იყოს უკვე საგანგაშო და პანიკის მომღრელიც გახდა თავად მათთვის, იმიტომ რომ თუ მათ გამორჩათ ესეთი სერიოზული მოვლენის შესახებ და ვერ იცნეს ქრისტე, ხო? ცხადია, ისინი რჩებოდნენ, ასე ვთქვათ, თამაშ გარე და ესეთი სულისკვეთება და ესეთი პოზიცია, რა თქმა უნდა, მათ არ აწყობდა და ამიტომ ეუბნებოდნენ კიდეც ქრისტეს ისინი, რომ ვინ ხარ შენ, გითხარი განცხადებულად თუ. ანუ ისინი ხედავენ ამაში გარკვეულ პოზიციურ მოგებას ან წაგებას, იმითი თუ აღიარებენ ან არ აღიარებენ ქრისტეს. ცხადია, შემართება, რომელიც მაცხოვარს ჰქონდა, მათ არ აწყობდათ ხელთ, იმიტომ რომ მაცხოვარი ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა გვიყვარდეს მტერნი, სიმდაბლისკენ, უპოვარებისა და ზოგადად თამდაბლური ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდა. მათ კი მესიის შესახებ ცოტა სხვაგვარი პოზიცია და დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი მესიაში უფრო მეფეს ხედავდნენ, რომელიც გამოიყვანდა მათ, გაათავისუფლებდა რომის იმპერიის მონობისაგან და ასევე სხვა მტრებისაგან და ზოგადად გააპატონებდა მთლიანად სამყაროს. რაც მაცხოვრის განკაცების შემდეგ მათ აი ეს სულისკვეთება ქრისტეში ვერ დაინახეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეხლა უნდა ვისაუბროთ იმ კატეგორიაზე უფრო კონკრეტულად, ვინ იყო ეს ადამიანები, როგორი შეფასება ჰქონდათ მათ ქრისტეს. პირველი დავიწყებთ ჰეროდიანელების შესახებ. ეს არის ის კატეგორია საზოგადოებისა, რომელიც იყო მიტმასნული, ასე ვთქვათ, ჰეროდეს პარტიას. ჰეროდე მოგეხსენებათ, ჯულით არ იყო თავად ებრაელი, მაგრამ მეფობდა ისრაელში და აქედან გამომდინარე მას ყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ ყავდა ამავე დროს თავისი ესეთი პარტიული ერთგულებით გამორჩეული ხალხი. ეს იყო ის ხალხი, ვისაც უყვარდა კომფორტიზმი, კარიერაზე ზრუნავდნენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰეროდეს წიაღში, ასე ვთქვათ, ჰეროდეს მეფობის ირგვლივ ყოფნა. ეს ის კატეგორია ხალხისა, რომელსაც არ აწუხებს და არ ადარდებს ზოგადად სულიერი მოვლენები ცხოვრებაში. მათთვის საერთოდ გაუგებარია, რატო უნდა იყოს რელიგია მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე, როცა პირველი ადგილი მათთვის არის სწორედ ეგოიზმიდან გამომდინარე თავმოყვარეობისა და ზრუნვა საკუთარი კეთილდღეობისაკენ და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა იყო ნომერ პირველი საქმე, რომელსაც
ისინი თვლიდან მნიშვნელოვნად. დანარჩენი ყველაფერი მათთვის იყო სულიერი, რასაც ჩვენ ვამბობთ სულიერს ხომ, ეს ყველაფერი იყო სასაცილო. ამდენად აქედან გამომდინარე ქრისტეს მოსვლაც ამ ქვეყანად მათთვის იმდენად იყო მნიშვნელოვანი და იმდენად იყო საინტერესო, რამდენადაც მათ პოზიციებს არ დაარღვევდა და არ შეეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, სწორედ დღესაც ჩვენ ასეთ ადამიანებს ხედავთ, რომლებიც ცდილობენ კარიერისტული ცხოვრება, ესე ვთქვათ, მოიწყონ კომფორტული ცხოვრება, საკუთარ მეზე ააგონ ყველაფერი, კეთილდღეობა თავარია მე ვიყო კარგად და დანარჩენის ცხოვრების წესი არ მატარდებს, ეს სწორედ ის ჰეროდიანელური სულისკვეთებაა, რომელიც ჩვენს პირობებში და ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მკაფიოდ ჩანს, როგორც ხელისუფლებაში, ისე სხვა სტრუქტურებსა თუ საზოგადოებებში, ანუ როცა ნომერ პირველი არის ადამიანის საკუთარი ეგოცენტრული დამოკიდებულება სამყაროსადმი, როგორც ღვთისადმი, ქრისტესადმი, ქრისტეს ეკლესიისადმი, ასევე ესეთი იგივე დამოკიდებულება მოყვასთან მიმართებით. მეორე კატეგორიის საზოგადოება ესენი არიან სადუკეველები. სადუკეველები უფრო მიჩნეული იყვნენ ესეთ გონიურულ ადამიანებად, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ესეთი ინტელექტუალური მონაცემები, მაგრამ აქედან გამომდინარე მათი შეხედულებები სწორედ ამ კუთხით იყო მიუღებელი, იმიტომ რომ ისინი ზედმეტად სკეპტიკურები იყვნენ ზოგადად სულიერი მოვლენების შესახებ. მათ არ წამდათ საიქიო ცხოვრების შესახებ, არ წამდათ ზოგადად სულიერი ცხოვრების შესახებ და მათთვის ამ ქვეყნიური ცხოვრება და გონებრივი წინსვლა იყო ნომერ პირველი საქმე. ეს იყო იგივე რაციონალისტები, ჩვენ შეგვიძლია მათ ასევე უწოდოთ რეალისტებადაც და პოზიტივისტებად, იმიტომ რომ ისინი სწორედ ამ ქვეყნად ხელშესახებად, ანუ თავისი გონებით მისაწვდომად ხედავდნენ ყოველივეს და იმის იქეთ მათთვის გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო. ცხადია, ესეთი სულისკვეთების და ესეთი შემართების ადამიანი ვერ ჩაწვდებოდა იმ სულიერ სიმაღლეებს, რაც ქრისტემ მოიტანა ამ ქვეყნად, ვერც იმ დროში და ვერც ჩვენს დროში თუ ნებისმიერ დროში ესეთი კატეგორიის ადამიანები ფიქრობენ ასეთნაირად, რომ თუ მე ვერ მივხვდი, ესე იგი ეს არ არის ჩვენთვის საჭირო, ან საერთოდ არის მიუღებელი. სწორედ ასეთები იყვნენ ეს სადუკეველები, ასეთია დღესაც უამრავი ადამიანი, რომელიც საკუთარ გონების რაღაც ამპარტავნულ აზროვნებაზე აქვს აგებული ყველაფერი, მას თავისი ნიჭი დგონია, რომ ყველაფერს შეიცნობს, ყველაფერს შეისწავლის, ყველაფერი მისაწვდომია და რაც გონებას აღემატება, ანუ არის ზე ლოგიკური, ხო, რაც პრინციპში ეკლესიის სულიერ ძირითადი ნიშას წარმოადგენს, ხო, ჩვენ შეიძლება ყველაფერი ლოგიკას დაუქვემდებაროთ, ელემენტარულად ქრისტეს აღდგომა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ის უამრავი სასწაული, როგორც სახარებისეული, ისე შემდეგ პერიოდებში გამოვლენილი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს უნდა მიიღო ადამიანმა სულიერად და რწმენით და ეს რწმენა კიდე მათ ჩანაცვლებული აქვს სწორედ იმ გონებრივი ამპარტავნებით, რომელიც ახასიათებთ მათ და შედეგად ისინიც არიან სწორედ იმ სოფხედველობის მატარებლები, რომლებიც ვერ მიიღებენ ქრისტეს და ქრისტეს სწავლებას. მესამე კატეგორიის ადამიანები ეს არის ფარისევლები. ფარისევლების ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მთავარი და უმთავრესი გახლავთ ის, რომ ფარისევლები იყვნენ მთავარი მათი ნიშა, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ყველაფერი ჰქონდათ გამოსაჩენად და არა შინაგანად. ანუ გარეგნული ფორმით ისინი ჩანდნენ როგორც კეთილმორწმუნე ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად ლოცულობენ, რომლებსაც აქვთ გარკვეული წესგანგება, რომელსაც აღასრულებენ, ასევე გამოირჩევიან ქველმოქმედებითაც და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ეს არის მათი გარეგნული სახე. და შინაგანად კიდე შინაგანი მოღვაწეობა, რასაც ითხოვს, ამაზე ამბობდნენ უარს. და რატომ?
მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი, რომელიც გარეგნულად ცდილობს წარმოაჩინოს თავი და შინაგანად არა ცხადია, მას არ უნდა არსურს მოღვაწეობა, ანუ ზარმაცობის, ესე ვთქვათ, უდებების ვნება გაცილებით უფრო ჭარბობს, ვიდრე შემართება აღასრულოს ესა თუ ისათნოება გულახდილა და მთელი სულითა და გულით. აქედან გამომდინარე პირფერობა ფარისევლების ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა გახლავთ. პირფერი რატო ხდება ადამიანი? იმიტომ ხდება, რომ ის გარეგნულად შინაგანს, რასაც ვერ წვდება და არ სურს იმუშაკოს საკუთარ თავთან თქვა, იმოღვაწეოს, ხო? ცხადია, ესეთი ადამიანი გადადის მეორე თქვა მეთოდზე, ანუ თავარი უკვე აღარ არის ღმერთი და ღმერთმა დაინახოს, არამედ თავარი ხდება ადამიანი. თუ ადამიანი როგორ მაფასებს მე. ანუ ეს არის თავარი პრინციპში ესეთი ნიშა ფარისევლებისა, მათ დაავიწყდათ ღმერთი, ყველაფერი შინაგანი გარეგნული ჩაანაცვლეს და გარეგნული კიდე ძალიან კარგად და ოსტატურად ჰქონდათ მოხერხებულად ისე მომზადებული, რომ საზოგადოებაში ისინი ჩანდნენ საპატიო და დიდ ლოცველებათაც და ზოგადად დიდ მოღვაწეებათაც, ხო? გავიხსენოთ უბრალოდ სახარებისეულის ლოცვითი მომენტი, ხო, ფარისეველი და მეზვერე, როდესაც დგას ლოცვაზე, ეს ფარისეველი ხანგრძლივად ლოცულობს, მაგრამ მისი ლოცვა შეუწირავია, არ იწირება, იმიტომ რომ ეს გარეგნული პოზაა და არანაირი ლოცვის მომენტი შიგნით არ არის და მეზვერესი კიდევ ხედავთ, რომ მცირეა მისი სიტყვების მარაგი, მაგრამ გულითა და სინანულით და მთელი შინაგანი ესეთი განცდით არის წარმოთქმული. ასევე ჰქონდათ ფარისევლებს ფაქტურად ყველაფერი, ეს ლოცვის მაგალითი ვთქვით, მაგრამ იგივე ქველმოქმედებაც ასეთი ჰქონდათ ჩვენ გვახსოვს ფარისევლების სხვა შემთხვევები, როცა მდიდრები არიან და მაცხოვარი სწორად მათ სიმდიდრის პრობლემაზე მიუთითებს. ანუ ზოგადად ეს ხალხი იყვნენ თავარზე კონცენტრირებული იმაზე, რომ ადამიანმა შეაფასოს ისინი დიდ მოღვაწეებად და ღმერთი ჰქონდათ კიდე დავიწყებული. აი ეს სამი კატეგორიის ადამიანები, ანუ ჰეროდიანელები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ მას გულის სენი, ამ ჰეროდიანელობას ზოგადად, იმიტომ რომ მისი სულისკვეთება აგებული იყო მარტოოდენ ადამიანის ეგოიზმზე, ანუ მე ვიყო კარგად და ჩემი ნაბადი და დანარჩენი არ მაინტერესებს. ეს როგორც ჰეროდიანელებია, ეხლა დღესაც უამრავია ესეთი ჰეროდიანელი ჩვენს ირგვლივ. მეორე კატეგორია ადამიანები, სადუკეველები, რომლებიც გონებრივ ინტელექტზე, ანუ გონებრივ სენზე არიან აგებული, რომ თავარი და უმთავრესი არა სულია, არამედ გონება და ამან პარტავნებით ცხოვრობენ. დღესაც ასეთ ადამიანებს ჩვენ უამრავს ვიცნობთ, რომლებსაც არ წამთ სარწმუნოების, იმიტომ რომ მათი გონება ესე ვთქვათ, არ უშვებს გულს, რომ გათფეს სარწმუნოებრივი ხედვით. და მესამე კატეგორიის ადამიანები, ფარისევლები, ეს უკვე ნებისცენია, ანუ ნებას ისინი ვერ გამოხატავენ სათანადოდ და ცვლიან აი ამ სათნო ღვთისნებას პირფერობით, მლიქნელობით და ზოგადად გარეგნული მოღვაწეობით. აი ამ სამი სენისაგან დაგვიცვალს უნდა ღმერთმა ჩვენც უნდა დავინახოთ საკუთარ თავში ამ სენების გამოვლინებები და დავინახოთ არა მარტო იმისათვის რომ დავინახოთ, არამედ გამოვასწოროთ კიდეც და შემდეგ უკვე მოვიპოვოთ სწორი სათნო მართლმადიდებლური ხედვები ამ და იმ საკითხს. ღმერთმა მშვიდობა და წყალობა არ მოგვაგლოს ძმა უნდა დანა. მომავალ შეხვედრამდე.